გამარჯობა, მე ვარ ცოტნე და ეს არის ჩემი პირველი ცდელობა იმისა, რომ გადავიღო ესეთი YouTube ვიდეო, სადაც მე ვილაპარაკებ და რაღაცებს მოგიყვებით და გაგაცნობ საერთოდ რას ვაკეთებ. მოკლედ, მე ვაპირებ, რომ გავაკეთო რაღაც YouTube არხი, რომელიც იქნება ძირითადად მოტოციკლზე და ასევე რაღაც ჩემი ცხოვრების სტილზე. რამდენიმე ჰობი მაქვს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი არის და უმნიშვნელოვანესიც მოტოციკლით სიარული, კატაობა, რაღაც რაიდებზე ერთად წასვლა, მეგობრებთან ერთად და ასე შემდეგ. მეორე ასევე მნიშვნელოვანი ჰობია ფოტოების გადაღება, სამოყვარულო დონეზე რა თქმა უნდა და ხო, მუსიკა, ხო, რომელსაც უსმენ ძალიან დიდი ხანია. მაქვს ჩემი რაღაც ფირფიტების მაღაზია, მოკლედ ჩემს ჭიას ვახარებ, ესე რომ ვთქვათ რა. ხო, რაც შეეხება ჩემ მოტოციკლს ახლა და ჩემს ურთიერთობას და გამოცდილებას მოტოციკლთან. დაახლოებით მესამე წელია, რაც ვატარებ, ოღონდ ესე აქტიურად არა, იმიტომ რომ რაღაც ჩავარდნები მქონდა. პირველი მოტოციკლი იყო ჩემი Husqvarna 401, ძალიან კარგი მოტოციკლი. შემდეგ უკვე გადავჯექი კრუიზერებზე და კრუიზერებში დავიწყე WTX 1800, რომელიც არის ახლანდელი მოტოციკლის, ანუ რაც ახლა მყავს, იმის პატარა ძმა, ანუ ის არის 1300 ძრავით, ეს არის 1800 ძრავით. რაც შეეხება იმ მოტოციკლს, რაც ახლა მყავს, ეს არის WTX 1800. საკმაოდ ძველი მოტოციკლია, დაახლოებით არა, 2002 წელს არის გამოსული, ანუ 23 წლის მოტოციკლია. მაგრამ, რა ვიცი, გამოიყურება იდეალურად, გაჩვენებთ ახლოდან რაღაცებს, რომელსაც უყენია ბევრი aftermarket დეტალი. დაწყებული უკანა განიერი საბურავის მთლიანი კიტით, რაც მოიცავს ეგრეთ წოდებულ მაიატნიკის შეცვლას, ასევე ეს უკანა კრილო არის შეცვლილი, დისკი უყენია ორივე custom ვერსია, ასე ვთქვათ, ასევე შეცვლილია ასევე შეცვლილია სკამი, სტანდარტულ პრიალად ყავისგან აქვს და ეს რაღაც მატოვი ტყავია. ასევე შეცვლილია საჭე, თუ არ ვცდები Baron Extreme ქვია ამ საჭეს. შეცვლილია ასევე სპიდომეტრის ადგილმდებარეობა, წინა დისკია შეცვლილი, ასევე ეს ეგრეთ წოდებული სამუხრუჭე დისკები, აპორნებს რო ვეძახით ხოლმე ჩვენ და ხო, სარკები უყენია რაღაც ბუტაფორიული რა. ხო, რაც შეეხება მოკლედ სხვა, რა ვიცი, მახასიათებლებს ამ მოტოციკლისას, ეს არის V-twin ძრავა, ანუ V-ტიპის ძრავა, 2 ცილინდრიანი. რამდენიმე დღის არა, კვირის წინ მყავდა მიყვანილი ეგრეთ წოდებულ დინოზე, იმიტომ რომ ამაზე აყენია კომანდერი და მინდოდა ამის შეცვლა. იდეაში შეცვლა ის ნასტროიკის რა, იმიტომ რომ ცოტა ბევრ საწვავს მოიხმარს რა. ხო და რაღაცა ვერ გამოვიდა, ვერ შევაერთეთ, იმიტომ რომ ამაზე აყენია რაღაც ძველი კომანდერი და არ შეერთდა მოკლედ რა, ის რაც იყო მაშინ ადგილზე, ანუ კაბელი არ წავიდა თუ რაღაც ეგეთი. ხო და აი მსგავსი რაღაცების გადაღებასაც ვაპირებ. ანუ ახალ ბედებს უფრო ალბათ გამოგადგებათ ვიდრე რაღაც დამწყებ კი არა და პროფესიონალურ და პროფესიულ დონეზე მყოფ რაიდერებს. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ ეს მოტოციკლი გამოიმუშავებს, თუ არ ვცდები დაახლოებით 100 ცხენისალას ან 106, იმიტომ რომ ორივე წერია ხოლმე რა, ზუსტად ვერ ხვდები რომელია. ხო, რაც შეეხება წონას, ძალიან მძიმეა, ძალიან მძიმეა, გაჩერებულზე იგრძნობა ეს წონა ძალიან, იმიტომ რომ რამდენჯერმე ქარის გამო კი ნაღამ დამივარდა მოტოციკლი. დუგები არ უყენია ჯერ და ადგილიც არ აქვს იმისთვის, რომ დუგა დაუდგეს, იმიტომ რომ დუგები ძირითადად უდგება ხოლმე. აი ამ ნაწილზე, ანუ აქ უყენდება და მე ქვევით გადმოდის, მაგრამ აქ რახან ჩვენ ეს რადიატორზე რაც ეს ქოვერივით გვიყენია სილამაზისთვის, ეხა რაღაც დუგი ისე კარგად ვეღარ დგება, ამიტომ მიწევს რომ რაღაც ცოტა სხვა ადგილას დავაყენო და მაგისთვის Med Fox გარაჟია ეგეთი ადგილი. დიდი ალბათობით იქ მივალ და მედი მოხს რომ ბიჭები გამიკეთებენ ამას. ხო, რაც შეეხება სხვა რაღაც ტექნიკურ დეტალებს, ამას ნელ-ნელა რაღაცა არხის გაზრდასთან ერთად დაგიდებთ ხოლმე რაღაც პატარ-პატარა დეტალებს, რასაც მეც ნელ-ნელა გავიგებ რა. ხო, ეხა რატომღაც წვიმას აპირებს, თუ წვიმას იწყებს და არ არის ღრუბლები დიდად. და იმედია რომ არ დავსველდებით. ხო, სულ ეს იყო რაღაც, რაც მინდოდა რომ მეთქვა.
მინდოდა რომ გწოდნოდათ რაღაც ნახავთ ამ არხზე, ასე შემდეგ და იმედი მაქვს რომ, რა ვიცი, მოგეწონებათ ეს კონტენტი, მეც უფრო რაღაცა დროთა განმავლობაში დავიხვეწები, უფრო კარგი ხარისხის ვიდეოებს შემოგთავაზებთ და ხო, წავედით ახლა, ცოტა გავისეირნოთ. ეს იყო ჩემი პირველი ბარნაუთი და ცოტა ვკანკალებ. Nice. არ გაიმეოროთ თუ მომზადებულები არ ხართ. ჩემსავით. ამდენია. მეტრა ნახევარი, 1 მეტრი და 50 სანტიმეტრი მოგხსავე. კაი, კრუიზერები ამისთვის არ არის შექმნილი რა. კრუიზერები ამისთვის შექმნილი არ არის. უბრალოდ დრაგია 11-ში. drag racing-ი პირველად კეთდება საქართველოში კრუიზერების კლასში, ხო და მაგისთვის ვიფიქრე რომ წავიმეცადინებთ, ხო რაც არიელია ეს გზა მეტნაკლებად და აქ მაგიტო გადმოვედი და მაინტერესებდა საერთოდ სწრაფად დაძვრა შემიძლია თუ არა და ეხლანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ შეიძლება მოტოციკლი გამიხდეს თავიდან საყიდელი, ამიტომ არ ვიცი რამდენად გავალ. მაგრამ ნახოთ იქამდე რა მოხდება.